დღეს როგორც იქნა, ასე ვიტყვი, რომ მშობლებზე და ბავშვებზე გაბუტული მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, როგორც იქნა გამოეხმაურა ამ მშობლებს, ბავშვებს, თუმცა ეს არ იყო პირდაპირ კომუნიკაცია, ანუ ბრიფინგი ამცნო მათ, რომ ეს წამალი არ კურნავს. ჯობდა საერთოდ არ ეთქვა არაფერი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამის თქმით მშობლებსა და ბავშვებს ყველანაირ იმედს უკარგავს. დიუშონის კუთხოვანი დისტროფია, მართალია ეს არის ძალიან მძიმე გენეტიკური დაავადება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ისეთ ტერმინებს იყენებენ ხშირად, რომ ეს არის მომაკვდინებელი დაავადება, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, გასაგებია, მაგრამ ამ სიტყვებით შეიძლება ჩვენ გვეთქვა საბჭოთა ეპოქაში, როცა არ იყო განვითარებული, არ იყო წამალი, არც ერთ დაავადებას არაფერი არ უდგებოდა, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში, როდესაც არსებობს რომელსაც შეუძლია განკურნოს ეს ადამიანები და ეს წამალი უკვე აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში და მშობლები, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ შედეგს უკვე მიაღწია რამდენიმე ბავშვმა და კურნავს თავისთავად მშობელს, რა თქმა უნდა რომ ცადოს ეს. ხო, ბუნებრივია, რათა განიკურნოს მისი შვილი. ამიტომ რას ითხოვენ მშობლები? მშობლები ითხოვენ წამალს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამალს ითხოვენ. ხშირად ამბობენ ასეთ რაღაცას, რომ შეიძლება ეს 1 წლით მოხდეს, 2 წლით გაუხარძლოს სიცოცხლე, 3 წლით. ესეც მნიშვნელოვანია. შეუძლებელია რომ ამაზე თქვა, ერთი დღის გადავადებაც კი მნიშვნელოვანია. ეს განცხადება უფრო მაგონებს, დღეს ესეთი განცდა დამჩა, რომ საბჭოთა ეპოქის ბავშვი ვარ. ანუ იმ პერიოდში, როდესაც თითქოს შშმ პირები უნდა შეგუებოდნენ მდგომარეობას. და დღეს არასრულფასოვანი რა თქმა უნდა, საზოგადოების წევრად ეკრძალებოდა. და ჭკარჩაკეტილები უნდა ყოფილიყავით და მაშინ რომ ყოფილიყო ეს წამალი, ბუნებრივია იმ დროსაც მშობლები მოითხოვდნენ შვილებისთვის, რომ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, 1 წელი, 2 წელი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რომ უფრო მეტად გაეხანგრძლივებინათ ბავშვების სიცოცხლე და უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყოდან ისინი. და დღეს როცა არის ეს წამალი, რა თქმა უნდა, მშობელი ითხოვს იმ კუთვნილ წამალს, რომელიც მას ეკუთვნის. ანუ ისინი არაფერ ზედმეტს არ ითხოვენ და რა თანხებთანაც არ უნდა იყოს ეს დაკავშირებული, ეს თანხები, ეს გამოწვევა სახელმწიფომ უნდა მიიღოს. იმიტომ რომ თანამედროვე მედიკამენტებზე და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეს ამ ყველაფერს ავალდებულებს სახელმწიფოს კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, და ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელი ხელშეკრულებებით ვალდებულება აიღო სახელმწიფომ. ანუ ასეთი გამოწვევები იქნება 21 საუკუნეში, ახალ-ახალი წამლები შემოდის, უფრო განვითარება, ბუნებრივია და ხშირად ამბობენ ასეთ რაღაცას, რომ შეიძლება უმეტესობაც მოითხოვონო. ხო, ეს არის მათი არგუმენტი და ალბათ თანხებთან დაკავშირებითაც, ანუ თანხების გამო იკავებენ თავს, დავიჯერო თუ მშობელია თანახმა, რომ თუნდაც ექსპერიმენტული წამალი იქნას გამოყენებული თავიანთ შვილებზე, ამ შემთხვევაში ახლა მინისტრს როგორი სპეციალისტიც არ უნდა იყოს, ან გულშემატკივარი ის ხომ მშობელზე მეტად არ შესტკივა ბავშვზე გული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენზე მეტად, რაც ჩვენ თავად ვიცით შშმ პირებმა და მშობლებმა, ამდენი თავადაც არ იციან. ანუ არაკვალიფიცირებული არიან ამ კუთხითაც. იმიტომ რომ შეუძლებელია, მე ვფიქრობ, რომ თანხები აქვს პრობლემა. იმიტომ რომ როდესაც არის ამის პრაქტიკა და როდესაც განკურნებული არის უამრავი ბავშვი, ამ შემთხვევაში შეუძლებელია რომ ასე იფიქრო. ეხლა მე ჩემ თავზეც ვიტყვი, მაგალითად, ჩემი დიაგნოზი არის სპინალური ატროფია. დღესდღეობით ამის წამალი არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება რაღაც სხვადასხვა მეთოდებითა და რეაბილიტაციით განკურნება, მაგრამ სახელმწიფო ამას არ აფინანსებს. ამიტომ 1 წუთით მაინც რომ მე ჩემ თავზე წარმოვიდგინო, რომ არსებობს წამალი, რომელიც განკურნავს მე. რა თქმა უნდა, ბუნებრივია მე ამას აუცილებლად მოვითხოვ. არ აქვს ამას მნიშვნელობა 1 წლით გამაპენდიერებს, 2 წლით თუ 3 წლით. ამიტომ ის ნებისმიერ ამ მოთხოვნებს სახელმწიფო უნდა დაექვემდებაროს და ნებისმიერ გამოწვევა უნდა მიიღოს. გამორიცხულია. ამიტომ არ ვიცი, წარმოუდგენელია, როდესაც უყურებ ამ მშობლების თვალებს, ბავშვებს, არ ვიცი, ძალიან რთულია ამ ყველაფრის ატანა.
ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი და მე პირადად ნამდვილად ვიტყვი რომ არ ვიცი ვინმეს რო ეთქვა ჩემთვის რომ 2 წელი გაივლი და ანუ ეტლიდან წამოდგები და გაივლი მე ამ 2 წლისთვის ყველაფერს გავაკეთებდი და ნამდვილად არ ვიფიქრებდი ეს ფატალურად ასრულდება ეს შედეგი თუ როგორ დასრულდება. დღეს მინისტრი ლაპარაკობდა კორტიკოსტეროიდებზე, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულზე და ასე შემდეგ. ზოგადად რაღაც ტიპის თქვათ ამ ხრივ ქონდა მას იქ საუბრობდა რომ სხვა მშობლებთან აქვთ კომუნიკაცია, მკურნალობის დაფინანსება დაუწყია 2023 წლიდან მთავრობას, ჰორმონოთერაპიის და რეაბილიტაციის კურსები, ვარჯიშები, რაღაცები, საერთოდ შშმ პირის სტატუსი და ასე ვთქვათ შესაბამისი სოციალური თანხები ეს ყველაფერი ეხლახანს მომხდარა, ანუ ძალიან დიდი დრო არ აქვს გასული წლის თებერვლიდან მშობლების ბრძოლის შედეგად, რადიო თავისუფლებას ჰქონდა საინტერესო მასალა იქ ვკითხულობ, რომ მოხდა ამ პირებისთვის სწორედ აი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მინიჭება და შესაბამისი ასე ვთქვათ თანხის გაცემა. როგორც ჩანს, რაღაც მინიმალური გაკეთების შემდეგ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მათთვის საქმე გააკეთა და ეხლა იმ წამალს, რომელსაც ახლა იღებენ ეს ბავშვები, თავად მშობლები ამბობენ, რომ ეს წამალი საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. მაგრამ იძულებული არიან, იმიტომ რომ სხვა რამე არ არსებობს. ამიტომ ახლა როცა ეს შემცვლელი პრეპარატები უკვე არის ხან მისაწვდომი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველა შანსს გამოიყენებენ და არ გაჩერდებიან მშობლები. გამორიცხულია. 18 წელს ქვემოთ საერთოდ არ არსებობს. ანუ ის პროგრამები, რასაც ისინი ამბობენ, ეს პროგრამები დიდად არ მუშაობს. ნუ აღარ არის საუბარი იმაზე 18 წელს ზემოთ საერთოდ მიუწვდომელია ყველაფერი და არანაირი რეაბილიტაცია არ ფინანსდება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს რა თქმა უნდა აუცილებლად თავის თავზე. ვერანაირად ვერ იტყვიან უარს და არც ეს მშობლებს ვხედავ რომ აი გაჩერებას არაპირებენ, პროტესტი გაგრძელდება, ისინი ამბობენ, თუმცა მინისტრის კომენტარიც დღეს მოვისმინეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აქონდროპლაზიის შემთხვევა მახსენდება, როდესაც ასე აქციები, პროტესტი მაშინაც ესე პრინციპულად იყვნენ. კი ბატონო, კანცელარიასთან გათენებული ღამეები და სადღაც რაღაც და ამითაც მანიპულირებენ ისინი, რომ თითქოს არ გაამართლა ამან, მაგრამ მშობლები ამბობენ, რომ ბავშვები 2-3 სანტიმეტრით კიდევაც გაიზარდნენ და ეს წამალი ზუსტად მიუდგა მათ ჯანმრთელობას. ამიტომ ახლაც რაღაც პრინციპზე არიან. 10 სანტიმეტრზე იყო საუბარი, მაგალითად პეტრე არის ცნობილი გმირი ამ პროტესტის, რომლის დედაც სოციალურ ქსელში დებს ვიდეოს და იქიდან გავიგეთ. ეს წამალიც ხო ყველა ბავშვი უკვე 21 წლის აი ბიჭი, რომელმაც თვითონ თქვა ეს ყველაფერი, რომ მის ჯანმრთელობას უკვე არაფერი აღარ ეშველება. ანუ ის მანიპულირება, რომ რაღაც ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს წამალი ყველას მაინც ვერ დაეხმარება. ამიტომ შესაბამისად აუცილებელია მულტიდისციპლინური ჯგუფი შექმნა, რათა თვითონ მშობლები ჩაერთონ ამ საქმეში, შშმ პირები ჩაერთონ ამ საქმეში, უფრო კომპეტენტური ადამიანები უნდა ჩაერთონ და გარდა ამისა, შეზღუდული შეძლების მქონე პირთა კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოს. მან აიღო ვალდებულება, რომ შეზღუდული შეძლების მქონე პირები სრულფასოვნად შეძლებდნენ და ხელმისაწვდომი იქნებოდა მათთვის მედიკამენტი, მკურნალობა, რეაბილიტაცია, მაგრამ ჯერჯერობით ამას ჩვენ ქვეყანაში ჩვენ ვერ ხედავთ. ანუ ეს ვალდებულებები სახელმწიფომ უბრალოდ რატიფიცირება მოხდა ამ კონვენციის, მაგრამ ის რომ ეს ვალდებულებებს ასრულებდა სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ამ ვალდებულებას ვერ ასრულებს. აი ამ წამლებზე გაქვთ თქვენ ინფორმაცია, რამდენიმე წამალზეა ლაპარაკი, თანხებით სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ავტორიზაციის მიმცემი ორგანოებით სხვადასხვა, ასე ვთქვათ, რა ტიპის წამალი უნდა იყოს ასე დროს შემოტანილი, ამას რამდენად აქვს ანუ მშობლებთან როცა არის სოფლიო გამოცდილება და როცა ამერიკაში უკვე აპრობირებულია და ევროპის ქვეყნებში და მშობლების თვითონ უფრო კარგად არიან ჩახედული ამ ყველაფერში და ამბობენ რომ კი ეს წამლები ძალიან კარგად იმოქმედებს მათ შვილებზე და აი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სიცოცხლეს გაუმჯობესებს, გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს. ნუ იქ საუბარია იმაზე რომ ეწლში არ ჩაჯდება. ნუ ესეც მნიშვნელოვანია. ეხლა მე აუცილებლად მინდა კიდევ თქვა რომ ამ ბოლო დღეებში ამ ეწლთან დაკავშირებით რაღაც ისეთი ძალიან ძიმე დამოკიდებულებაა, რა თქმა უნდა უკეთესია ეწლის გარეშე გადაადგილდებოდა ვიდრე ეწლით, მაგრამ მე მაინც მინდა ვთქვა რომ აი ეწლში ვზივარ ახლა მე და ჩემს ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებებს მივაღწიე. ანუ მე არ მინდა დავსახო ისე რომ დღესდღეობით ეწლით მოსარგებლე ადამიანები თითქოს ეს განაჩენია და რაღაც დეპრესიაში ჩავარდნენ და რაღაც ისეთი უბედურებაა. რა თქმა უნდა ძალიან კარგია და სწორედ ამიტომ მიმართავენ მშობლები და სწორედ ამიტომ აქვთ ამის შიში რომ სანამ შეიძლება რომ ეწლში
არ ჩაჯდეს ბავშვი, უკეთესია, როცა დამოუკიდებლად გადაადგილდება, ბუნებრივია. თუმცა ერთი რაღაცის თქმით, მეორე რაღაც თითქოს დეპრესიაში აგდებს სტიგმა, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ასე რომ ესეც მინდა ვთქვა. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ერთს ვიტყვი რა, საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ უფრო ერთიანები ვიყოთ, რადგან ეს პრობლემა არის სოციალური. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ არავინ არ იცის ვის, როდის, რა შეემთხვევა და მე ვფიქრობ, რომ დღეს არა ვართ ისეთი ერთიანი, როგორიც უნდა ვიყოთ. ამ მშობლებს და ამ ბავშვებს აუცილებლად გვერდით უნდა დაუდგეთ და აი მათი ერთი დღეც კი, ბედნიერი დღეც კი მნიშვნელოვანია.